გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდე ნატოც კარგია რუსიც კარგია გამოიცვალეს 7 პარტია თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი ეგ არის ნახტი დემოკრატია დაიძინე გაიღვიძე დავე დავრეჭამე მე ერი დღე და ღამე ფიქრობს გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის ფისობოტკოველი სხვის საქმეში ცხვირს არასოდეს ყოფს პირიქით სხვისი საქმე ყოფს ცხვირს ფისობოტკოველში რეკლამიდან დაბრუნდა ფისობოტკოველის შოუ და ჩვენი შემდეგი ბლოკის სტუმრები არიან სამი ყველაზე უბედური ადამიანი. მოდით მოვისმინოთ მათი ისტორიები. მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ პირველ უბედურ ადამიანს, რომელიც ჩემგან ხელმარჯვნივ ზის. გისმენთ, მოგვიყევით თქვენი უბედურების ისტორია. ესე იგი, საიდან დავიწყო არც კი ვიცი. თამამად დაიწყეთ. 2 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუაჩემს შახტაში ჩაუვარდი და დამტოვეს იქ აღარც ამომიყვანეს და დამაწყებინეს მუშაობა. უცნაური ადამიანი იყო ბაბუაჩემი საერთოდ. სულ ესე მეუბნებოდა 2 წლის ხარ 2 კაპიკის შემომტანი არ ახარ ოჯახში 2 წლის ხარ 2 კაპიკის შემომტანი არ ახარ. აი ესე დავში და 28 წელია უკვე შახტაში მუშაობ. არ მიყვარს რომ უბედური ადამიანი ბრძანდებით მართლა. არა, ის კი არ არის უბედურება რომ მე ხა მაღაროში ვმუშაობ და ეს არ არის ჩემი უბედურება. თავარი უბედურება იმაშია რომ 28 წელიაო თხრი და ვერაფერი ვერ ვიპოვნე სამ. არაფერი მე არ მიპოვე. აი ამიტომ უბედური არ არა ძალიან გთხოვთ ცრემლების გარეშე მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ მეორე უბედურ ადამიანს, რომელიც ასევე ჩემგან ხელმარჯვნივ ზის. მოგვიყევით თქვენი ისტორია. რატო? ნაპატიეთ ქალბატონებს. სხვანაირად არ შემეცნო. ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ აგერ უკვე 20 წელია. 20 წელია ქალბატონებს. დიახ 20 წელი. საჭმელი არ მიჭამია. და მანამდე? მანამდე კი კაცო. აწყობილი ცხოვრება მქონდა, საჭმელიც მქონდა, სასმელიც მქონდა. მაგრამ ერთ დღესაც ბოდიში და მჭამე. იმის მერე დამენგრა ცხოვრება და არაფერი არ მიჭამია. მე რა გავაკეთო? კარტოფილს შეგიწევთ. არა ქალბატონებს კარტოფილი რა საჭმელი რამე ხორციანი არა გავთა. მე ხორციანი არა გვაქვს. კაი მაშინ იყოს მოვითმინე. ფუჭო ხარა ვერ გეხმარა. იყოს მოვითმინე. მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ მესამე უბედურ ადამიანს, რომელიც ასევე ჩემგან ხელმარჯვნივ ზის. როგორი უბედური სახე და ლამაზი ოქროს ბეჭდები გიკეთიათ ბატონო. მოგვიყევით თქვენი უბედურების ისტორია. უკვე მეორე დღეა. ჩემი შვილი მეუბნება. პაპიკო ავსტრალია მიყიდე. მაგრამ რანაირად? როგორ? როდესაც დრო საერთოდ არ მაქვს. ბავშვი ხედავს ჩემ ქველმოქმედებას თუ როგორ ვეხმარებინ. უპატრონო მილიონერ ბავშვებს. საშინელება. თქვენ კიდე ის არიცით რომ ეგ რა არის კაცო. ბავშვს ახალ წელს მებაღე ვერ დაუკალე. ბავშვი 3 წლისაა და მებაღის ხორცის გემო არის ბავშვმა. გაზიანის სასმის გემო არის ბავშვმა. გაზიანის სასმელი როგორ? არა გაზიანს ხა პრინციპულად არ ვალებინებ. არ არის კარგი გაზიანის სასმე. მართლა. და ჩემი გაზია და ვიცი ხა რა არის ცუდი რა. საშინელი ისტორია ცრემლი მომად გაიცით. უკაცრავად. აი მართლა მიჭირს ცრემლების შეკა. საფრთხე არ მოხდა. მოიწმინდეთ. ბოდიში რომ დოლარი ევრო არ იმაშობა არ იწოს.
არმენას უფრო დიდი სასქესო ორგანო აქვს ვიდრე მეჰრაბას. ამიტომ აზომვით სამუშაოებს ყოველთვის არმენა ასრულებს. მოდი კუსო, მოდი, აბა, ნახოთ. ვა, ბიჭო, რა მაგარია, კუსო. კარიც ნახე, აუ, ყველაფერი, ძალიან მაგა ყოჩა. რას მაჩვენ, ბიჭო? შუმათე? რა შუმათ, ბიჭო, ჩემს სახში რას მაქვს, ხო არ გაგიჟდე, ჩემს სახში მაჩვენ. სუში მამის მინე, დაბლა ქვემოთ, შენ მეზობლის ბავშვს ძინავს. ვინ მეზობლის ბავშვს ძინავს, ბიჭო, ვაფშე საერთოდ ჯერ არ გადმოსულან ისინი, ბავშვი არ ყავთ საერთოდ. ძინა? უშინ გავიცანი რა ზეი, ბავშვი არ ყავთ საერთოდ იმ. მიდიხარ, სუში, ახლა ამ კორპუსში არა. რატომ მაჩვენ, ბაბა, ვერ გავიგე, კაცო, არა უნდა. მამის მინე წყნარად პატრონჩან გეუბნები. ამ კორპუსში ხა დავიჯეროში ბავშვი არ იქნება, თან ბეჭველი შეეძინება ისეთი დრო ახლა ყველა კონჩის ძინავს. მართალი ხარ. ოდი ბავშვი არ გავიგე, ბეჭველი უყურე, მართალი ხარ, კაი არ ვიხმაუროთ. ხო, არის რა გვეღირსა. დიღინჯასია. ყველას რახან გვეღირსა. მოჩა, დამთავრდა ეს ყველაფერი, მოდი მინდა აღნიშნოთ, შამპანურები დავლიოთ, გავს და გავხეთქოთ, ვიმხსეს. რა უნდა გავხეთქოთ? ჩუმად ვიღაცის გვაქვს ეძინა. არა, რა არის? აღნიშნოთ, დავლიოთ რა. ის დამთავრდეს რაღაცა კი არ და. ხო, და აღნიშნოთ, მერე კაცი. არაბები არის ჩასასვლელი. რაც არის ის ძლივს აღიხსეს ადამიანი. არა, ბიჭო, შენ მოდი მე გამიწანე ცხოვრებად თქვენ საერთოდ რა. აი, უბებით მეთქი. გვერდზე სოფლამდე მისასვლელად ჯერ ავტობუსი გჭირდებათ, შემდეგ ცხენი, შემდეგ თოკი და ცოტაოდენი იღბალი. აი ხედა ახლა შენა. რა? ბოლოჯერ გეუბნები. ბოლოჯერ. კიცრომ იქნებ, ბიჭო. ბოლოჯერ გეუბნები. მე იხარი, აბა. მორჩი ამ ცირკაცობასა და მაიმუნობასთან. შენა ბიჭო თვითმარქვია ხარ. ად ეხლა დაავლე აქ თუ რამე გაგ. გადი ამ კაბინეტიდან და დასტოვე ჩემი კაბინეტი. ვინ არის ბიჭო ცირკაცი და მაიმუნი, ჰა? შენა ხარ. ვინ არის თვითმარქვია? მე უნდა წავიდე, ბიჭო. მე, ბიჭო. შენია და შენ უნდა წავიდე, მე უნდა წავიდეს, ჰა? მე ვარ, ძო, გამგებელი. გამგებელი არა ის ახალ შენა. რა გამგებელი ხარ, ბიჭო? გამგებელი ვარ, ძო. რო წახვედი კაბინეტიდან და გაიხურე კარებიდან წახვედი და სოფელი ეგრევე დატოვე და გამგებელი არ უნდა და შენა ბიჭო არა უთხوارა ხარ, ჰა? მე წავედი, კაცო. სიგარეტზე 2 წამით გავედი, მოვწერ მეთქი, მანერ ვიულებდნენ ცენტრიდან და გავედი, სიგარეტი ვიყიდე, მოვედი და შენა დამხვდი აქა. მაინც რა შეიძლება? სად არის სიგარეტის გინე და გამგებლობას გინე ეგრე სად არის, სად არის და აქ არის? ერთი ამაი და მიხედე. შენ გაიხსენე, მე როგორ გახდი გამგებელი? აბა მიდი გაიხსენე, თვინი განძიეს, აბა შაბა ალაღლაღე. როგორც გავხდი, როგორც საჭირო ისე გავხდი. ამას კარგად იცი როგორ გავხდი. ვინა, კარგად იცი მამა ჩემო როგორ გავხდი შენა რა. დავიდე გაგებიჭო ტელეფონზე მამა ჩემო და გავედი გარეთ ბალკონზე და ველაპარაკე მე ტელეფონი აიჭირა. შემოვედი და ისე შენ დავხდი ახლა. ლაპარაკობდი არა? ეგრე სად არის კაცო? თან გამგებლობა და თან ტელეფონზე ლაპარაკი და ჭორაობა ერთად არის. არა ჭორაობდი, მამას ველაპარაკებოდი ბიჭო. ხალხზე უნდა იფიქრო, მამას არა? ხო. ერთი თქვენი ჭორაობა მამას ვენინერთი, ვიზე ლაპარაკობდით ეგეც საკითხავი რა, ათასა მაგ. არავიზე რა ვიცი. არავიზე არა. მოკლედ რა, აიძო, გავყავი შუაზე, ზუსტად. კვადრატულობით არის გასომილი. აი ეხეთ მე ვიქნები. ზუსტად რა. კიდე შენა. ეხლა კარგად მამის მინე, ბოლოჯერ გავთხილებ. აი სიცაკი და ერთი მაიტა ამასა გამოვიდა. აიცა. ეს კიდე სტუმრების თვითნა, შეკიდე ფეხზე დააყენებ. აი ეგრე, იტყვიან მე მასპინძლობა არ იცისო. ერთი ამაი დამიხარ კაცო აქ. გამარჯობა. ადიმეთ. გამარჯობათ. რა ხდება აქ? რომელია ვითომა გამგებელი, შენა თუ შენა? ერთი სამამხედე რომელი უნდა იყო გამგებელი ჩვენში, ჰა? რა, მე შემამხედე მეთქი, გოგო. აი გამგებელი. ნანა, მე. თავი არ მომჭრე ხა შემამხედე. გამგებელი მე ვარ. ერთი მე რა დაიფარა. მამის მინე ხლა. აი ეს არის გამგებელი, ნამდვილი გამგებელი. ნანა. უპული. ო, სორი თქვა. ნამდვილი ტანტულები არის. ო, შენ პრობლემი თანდაეთი რა გაფახარ. შენა. ერთი გამგებელი, მამა შენ ისვადი, შენ ხარ ეს არის. შენ ხარ ეს არის. აი. ერთი სიგარეტი გახარ. ვაიმე, რა ხდება? რა ხდება ბიჭო? რა ხდება და სოფელში ხმა დაიხა. ესე მითხრეს რომ შენი ძოლიო. კაცი ბიჭო. გამგებელთან დადისო, გამგებელი. აი მე ნორმალი ხარ გამგებელი. აი სორი. შენ არა ხარ გამგებელი. მე ვარ ბიჭო, აი სორი. ამის მიგეთან. მამის ნორმალი ხარ. შენი ბალხობის მეგობარი ვარ ბიჭო. გამიხსენე კარგად ეკათო რა გამგებელი უბრალო გრეხი კაცი ვარ, რასაც ჩამძახები მაი ამაგზახეთ. მე და აი შვილი მეთქი კაცო.
აი გამგებელი. კარგად მახსოვს შეციხავი გამგებელი. როგორი ხალხტუხიაცია, ძვირიანია. არა, აი ნახე ნახევარი კოსტუმით დავდივარ, ეგრე. ნახევარი, მამა. ნახევარი. არა, მამამ გიყიდა. აი, გეულები. გაჩვდით. გამოტყი დროზე რომ ვერი ხარ გამგებელი. მე არა ვარ გამგებელი. არაფერი, არა. აჰა, ჯო. აი, იტყუება. აი, ეგარი შენი ბავშვობის ეგარება. ცხოვრება შეაგია, გამიგია, ეგარი შენი ბავშვობის ეგარება. ყველაფერსა. დელოდი, ოღონდ ეხლა დამინდე. ვაიმე! სული გამართხოვინა ბალღობი მეგობარმა ხალხო. გელოდი გენაცვალე. ბიჭო, დათო, მოდი. მიტანიჩი, დამაგრა გავაცურეთ არა. გენაცვალე ბიჭო. კილოცა ბაი და დააბრუნებასა. აი ხარე გენაცვალე. აი ეგრე უნდა. აი ნამდვილი მეგობარი ვინ არის? გელოდი, ეს ხო იცი რა მამაც ახლია. ეგრე ადვილად მაგარი ვერ მოტყუებ ახლა ჩემი ძმა ბოლო და ბოლო და ამის შვილი. მამის ვინე? მეტი დამაჯერებლობით ვინა და ყველაფრის ვინა. მე და შენი ცოლი ახლა გდორჩებით. ვითომ მართლა ახლა. ჭორი რომ მართლდება. არა, ვითომ რაღაცა ის ხებით. ისე კიდე დავწები და ვილაპარაკებ ჩვენი ცოლის გასატირზე. შენა კიდე კაცი. ეთორ საათში ხომ? გამოუშე, ბაც 2 საათში ხო. ეს რა გაგიკეთებია შეახბარო შენ. შეახბარო შენ. შეახბარო შენ. ხოს. სტიუს ცოლს მზითევში ჭადრაკი, ვეფხის ტყაოსანი და მათი შესანახი სპეციალური კონტეინერი მოხდა. დღეს ჩვენი გადაცემა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინოთ ნახევრად ცარიელი ჭიქა. უნიკალური ჭიქა, რომლის გარშემოთ საუბარი, კამათი და მსჯელობა არ წყდება. ბოდიში სიუ შეგაწყვეტინებ. ჩვენ დღეს ვყიდით ნახევრად სავსე ჭიქას და არა ნახევრად ცარიელს. მაყურებელს ნუ შევიყვან შეცდომაში სიუ. როგორ გეკადრება ჯეიმს? რას ამბობ? ეს ჭიქა ნახევრად ცარიელია. მე ასე ვერ ვიმუშავებ სიუ. როგორ მივყიდოთ მაყურებელს ნახევრად სავსე ჭიქა, ისე თითქოს ის ნახევრად ცარიელია. უიმე, აჰა. ეს ჭიქა ეხა ნამდვილად ცარიელია. აშკარად რომ ცარიელია. პატარა შესწორება შევიტან. სიუ, ცარიელი კი არა. ახლა ეს ჭიქა ნამდვილად რომ შესავსებია. რას ამბობ ჯეიმს? ჭიქა არის ცარიელი. აშკარად ცარიელი. ძალიან პესიმისტი ხარ სიუ, ძალიან. ჭიქა ცარიელი კი არა, შესავსებია. ჩაასხამ წყალს და სავსე იქნება. თუ არ ჩაასხამ, არ იქნება სავსე. ძვირფასოდალა ვაყურებლებო. ვიყიდება გატეხილი ჭიქა, უნიკალური გატეხილი ჭიქა. კარგი რა, რას ამბობ სიუ? გატეხილი კი არ იყიდება. იყიდება უნიკალური ასაწყობი ჭიქა. რასაკეთებ სიუ? არგინა სიუ, მან ხო იცი, მაგეთ არგინა სიუ. რასაკეთებ სიუ? სადაც კარგი გოგობა ნახე ჰოვრანინა, ყველა ჩემი მეგონაო ჰოვრანინა. ასე აწყო მამაშა როსამ ბიზნესი. დედა, რა გვეშველება? რო დაუბერდებით და ლამაზები აღარ ვიქნები, ფულს როგორ ვიშოვით? ვინე, აი რა განერვიულებს, კალო ერთი. ჩვენი ძმისშვილები მოგხედავენ. ძმისშვილები რა შუაშია ახლა? მე შეკალო, არ გაგიგია გამოთქმა, ყველამ თავის ბოზმამიდას მიხედოს. ისა ძუძუების რო კონდეს ცოტა დიდი, საათში $200 იშოვიდი. უფ, იმას თუ აქ 4 კაცის საყოფი, იმიტომ არ გახთა მილიონერი. მეიცა ახლა, მაგან გენაცვალე თავის დროზე იშოვა მილიონები. როდის იშოვა, როდის? როდის იშოვა და კუპონი რო გაუფასურდა, მაგ. ეს кайხოძე. როგორებო გაუმარჯოს. здорово, დრაშებით, ხომშიდობით, ყველაფერი, ავიზმინი ცოტა ზურგი დგევა. მისმინე რა ხდება, კაროჩე ერთი ახალგაზრდა ბიჭია რა, კაი ტიპია რა, ჩემი მაგარი ბრატობთ რა, მაგარი ახლობელია და ბიჭო, კაროჩე ხა ქალთან არ არის ნამყოფი რა, ხო ხდები ხა, უტყდება რა ტიპის მორი, სხვა მასტია ხა, ყველა ჩემნაირი ხა ხო ხდები და
ვიტივინ გრუზავს რა უყურებ მაგარები გრუზები ხა ქალთან არ არის პატარა ბიჭიც არ არის ხა ახალგაზრდა ბიჭია და მეთქი წავიყვან თქო რა ხო ხდები რაღაცა და ეხლა მოვედი თქვენთან იმიტომ რომ ვიცი რომ ჯიგრები ხარ და ეხლა გეხოცებ თქვენებურები რაღაცეებს ნუ დაუწყებთ ეხლა რა ჩიტს ნუ დაუთხობთ ხო ბიჭს და ეხლა გეხოცები რა ეხლა სექსის დროს გაზეთს ნუ წაუკითხავ რა ჩემ თავზე ფსიქიკას ნუ დაუნგრევთ ხო ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერი ჯიგრულად ეტოქში უნდა დამეხმარებით ვაიმე არადაირი პრობლემა არ არის ისე მოვექცევი აი როგორც მინდა ჩემბიც მოექცნენ ბორდელში რომ წაიყვანენ პირველად მაგარი ჯიგარი ხარ შენ თავს ფიცა ვარ წავალი ხა მოვიყვან ვერ შემოდის რა უკვე მაუჩ ზოგი რა როჟა ბიჭო როგორ თო ამის დედავატირე აროჩი ერთი წუთი ბოდიში რა Daddy. გამარჯობა. თქვენთან შეიძლება. ნუკრიეკიმს ცაცას მიმართ გრძნობა გაუჩნდა, თუმცა პირველივე სტადიაზე შეამჩნია და სასწრაფოდ ამოკვეთა. ნერვიულო. ნუ ნერვიულო, ჩემო კარგო, რატო ნერვიულო? თქვენ $5,000 ხომ გადაიხადეთ? კი. ხო და აი სპეციალურად თქვენთვის დღეს Skype-დან ჩაგვერთვება ჩემი უახლოესი მეგობარი თამაზ მეჭიაური, რომელიც არის გერმანიაში ძალიან მაგარი პროფესორი. და პირადად ის გაგიკეთებთ ოპერაციას იქიდან. ანუ თქვენ არ აკეთებთ? მე არა, ამ შემთხვევაში მე თავ შევიკავე. მაშინ მომეშვა კი. ძალიან კარგი, დამშვიდი ნარკოზიცაც არ გაკეთებულია, ხო? კი, გაკეთებული აქვს. აი ძალიან მალე კი ბატონო, ორდენ თავის ხოლოს იგზნობთ. კი ბატონო, დავიწყო ცაცა. გამოდი აქეთ. აი, გადმოდი, აქ თამაში მინდა ცაცა ოპერაციას ვაკეთებ. გითხარი, ნუჯდები რამ კომპიუტერთან შეეშვი რა. გადმომიწეს აქ რა 1000 სისულებზე. მოიტანე ინსტრუმენტები რაღაცა რას მიტრიალებ ახლა ამ იმას. ყველაფერი მზად არის. ძალიან კარგი. ძალიან კარგი მაშინ. გამარჯობათ ბატონო თამას. გამარჯობა ბატონო თამას. დავიწყოთ? კი, დავიწყოთ ბატონო თამას. რასაკეთებ ოპერაცია და რასაკეთებ აი ესენი მოვიქნი ბატონო თამას მას ასე ჩვენ მზად ვართ პაციენტი მზად არის რას ვაკეთებთ პირველ რიგში პირველ რიგში ჩემო ნუკრი მოდი ავიღოთ სკალპელი ძალიან კარგი ავიღოთ სკალპელი მაშინ აი ესე ოდნავ მოვატრიალებ რომ თქვენს თვალყური ვადევროთ გამატარებსაცა კი ბატონო ავიღოთ სკალპელი კი მიდი კი ბატონო ავიღეთ სკალპელი არა ნუკრი შეგეშალა ეგ არ არის სკალპელი მოპატრი კი ბატონო, ავიღეთ სკალპელი. არა, ბიჭო, სკალპელი. სკალპელი. თამიცა მიდი რა გეხოცებ შენ მიდი რა. გამომართვიცაც არის. კი ბატონო თამას, შემდეგში რას ვაკეთებთ? ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, ესე იგი პაციენტი ძინავს ხო პაციენტს? კი, ძინავს, პაციენტი ძინავს, დიახ. პაციენტს ნაკურა, ვაკეთებ. თუ რა? გადავჩიექიმო? იცით რა არის ჩემო კარგო ჯერ არ დაგვიწყია აი ანუ ეხლა ვიწყებთ და ნარკოზი მე ნარკოზიდან გამოვედი და თქვენ ჯერ ოპერაცია არ დაგიწყიათ აი დამშვიდი თქვენთვის არ შეიძლება ექიმი ხარ შენ ეხლა თქვენთვის ნერვიულობაში ერთ კაპიქს არ გადაგიხდით საერთოდ სად მიდიხარ ერთი წუთი წავიღებ ამას მე სად მიდიხარ ოპერაცია მიხდება ეს მე ნუგრი რა ხდება კაცო რა ამბავია რა ხდება თამას რა ხდება და გაიქცა პაციენტი რა გითხარი 1000 ჯერო არ გამოდის სხვა რაღაცა მოვიფიქროთ მეც მაგას გეუნები მე არ გამოდის და ისე ძველებურად ვიშოვოთ ფული აბა რა ქონათ ეგ ვიშოვოთ და რასაკაიფო ზედა დაგითრევია მისმენე რა უნდა გითხრა კარგი მაშინ 2000 წლიან ოპაზე მაქვს შეკვეთა და გამოუშვიეთ რა კაი დავითრევ ერთი დათრეული მყავს სხვადასხვა ხო მიდი ორი იყოს გავარკვე მე მგონი ორი ჭირდებათ მიდი თამას კაი დავამიდი მიდი გავიხიცე მიდი რუსეთიზაციის და ამერიკანიზაციის შემდეგ საქართველოში წარმატებით დაიწყო მძაფრი ბაბულიკიზაცია და დღესაც გრძელდება. სწორედ ამ შეუქცევადი პროცესის მსხვერპლნი არიან სანჩიკი
და გუგი. რასადი ხარ ქოგულურნო ახლა შეჩერდი აგაპატიმრეთ უყოლას უთხარი თულა ჩაიდინა აგარა ჩაიდინა ახალგაზრდა რას ლაპარაკობ ეს რა გაგიკეთებია შეახბარო შეახბარო ხოს აგიდა რატო ვიტყავდო? რა გავაკეთე მაგისთანა? რა გააკეთე? რა გააკეთე? ბიჭო, გეტყვით რას გააკეთეთ? შეიგნოს იქნებ. ეს გააკეთეთ. გაიგე ბიჭო. რა გააკეთე? როგორ გავაკეთე? ჩვენაც გეუბნებოდით. საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს ინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული დაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული დაენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაპრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა